საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვი თავისი რბილად რომ თქვათ არც თუ დაალაგებული მანერებით და მეტყველებით გამოირჩეოდა. თავის გამოსვლებში ხშირად იყენებდა იდიომებს, რაც გასაგები იყო საბჭოთა მოქალაქეებისთვის, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარი რჩებოდა უცხოელებისთვის. ამიტომ თარგმანის დროს ხშირად იჩენდა ხოლმე თავს სირთულეები. ერთი ასეთი შეხვედრის დროს 1956 წლის 18 ნოემბერს მოსკოვში ხრუშჩოვს გაახსენდა მარქსის თეზისი. პროლეტარიატი კაპიტალიზმის მესაფლავია. ოღონდ ეს თეზისი შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების გამო კარგად ვერ გაიმახსოვრა და ამერიკელებს პირადი ინტერპრეტაციით აჯახა. მოგწონთ თუ არა, ისტორია ჩვენს მხარესაა, ჩვენ თქვენ დაგმარხავთ. თარჯიმანმაც ვიქტორ სუხოდრევმა ხრუშჩოვის ეს სიტყვები პირდაპირ თარგმნა. წარმოიდგინეთ ამერიკელების სახეები, როცა საკუთარი მისამართით ასეთი მუქარა მოისმინეს. ცეცხლზე ნავთიკი მედიამ დაასხა, როდესაც უზარმაზარი შრიფტით პირველ გვერდებზე დაბეჭდეს ხრუშჩოვის ნათქვამი ბოლო წინადადება. ჩვენ თქვენ დაგმარხავთ. ცხადია, ამ სათაურით ვერავინ მიხვდებოდა, რომ ხრუშჩოვს მხოლოდ კაპიტალიზმზე სოციალიზმის გამარჯვების აღნიშვნა სურდა. ისე კი საბჭოთა გენსეკი, როგორც გითხარით, განსაკუთრებული გონიერებით არ გამოირჩეოდა და შესაბამისად საკუთარ შეცდომებზეც ვერ სწავლობდა. ამ ამბიდან 2 წლის მერე ხრუშჩოვმა უკვე გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიოს გასაგონად თქვა თავისი ყველა დროის ყველაზე ცნობილი ფრაზა "Я вам покажу Кузькину мать". თარჯიმანმა ვერც ეს ფრაზა გადათარგმნა შინაარსობრივად და მსოფლიომ მიიღო სიტყვა-სიტყვით თარგმანი "We shall you show Кузькას маза". მსოფლიოში ვერავინ მიხვდა, ვინ იყო ეს კუსკას დედა. მაშინ სხვათა შორის დაზვერვამ ივარაუდა, რომ კუსკას деда შესაძლოა რუსების რაღაც ახალი იარაღის სახელი იყო. Господин председатель, мы живем на земле не милостью Божией и не вашей милостью, а силою и разумом нашего великого народа Советского Союза и всех народов, которые борются за свою независимость. Не заглушить вам голос народа, голос правды, который звучит и будет звучать. Конец, могила колониальному рабству. Долой его и похоронить его чем глубже, тем лучше.